მე ვარ ნიტა სასიაშვილი 9 წლის. სწავლობ მეორე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ხატვა, მუსიკა, ცეკვა და სიმღერა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა. ბავშვობიდან ხატვა და 1 წელია შევედი ხატვის წრეზე. იმიტომ შევედი, რომ ძალიან მომწონდა ხატვა. ნიკო პიროსმანი ისე კარგად ხატავდა, რომ ძალიან მომეწონა და შესვლა გადავწყვიტე და შევედი. ხო, ჩემი ოცნება არის, რომ ყველაზე პოპულარული ხატვარი გამოვიდე. ყველაზე ხშირად ხატავ ძაღლს, ყვავილებს, კიდევ ხატავ სახლს. სახლს ისე ხშირად არ ვხატავ, მაგრამ ყველაზე ხშირად ვხატავ ხეებს. ყველაფერს სჭირდება ხეები. და ცავს ხატავ, მთებს ხატავ და მეტი არაფერ ხშირად. ყველაზე ძნელია წვრილად დახატვა, იმ ფუნჯის წვრილად დახატვა რომ არის და ყველაზე ადვილია მთების დახატვა. დედიკო ძალიან კარგად ხატავდა პატარობაში და მისი ნიჭი გამომვა. ერთხელ ხატვის სტუდიაში მქონდა გამოფენა. მე არ ვიყავი, იმიტომ რომ მაგ დროს მქონდა კონცერტი მუსიკაზე. მამა ჩემი მივიდა და თქვა, ყველას ძალიან მოეწონა. მე მქონდა გამოფენილი 3 ნახატი. რომ მინდა რომ დავესწრო ჩემს გამოფენას და დავწყობე როგორ უყურებენ ჩემს ნახატებს. ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა მინდა მქონდეს პარიზში. ერთხელ გავყიდე ნახატი და ეს ნახატი ბებო მიყიდა 50 ლარად. მე ვაპირებდი 20 ლარად. მაგრამ ბებო 50 ლარად გადაწყვიტა. ჩემი საყვარელი ფერი არის ვარდისფერი და არ მიყვარს ყავისფერი. მე მგონი ძალიან მეხდება ეს ვარდისფერი კაბა. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ლამაზი მარ და ყველა ამას მეუბნება. რომ დავიბადე 4 წლის რო ვიყავი, მაშინ ვიფიქრე, რომ მოდელი ვიქნებოდი. ჯერ პირველად მამამ და დედამ მითხრა, რომ მოდელი უნდა გამოხვიდეო. დღეს ეხლა დილით რო გავიღვიძე, დედამ მითხრა, რომ მოდელობა ძალიან მოგიხდებოდა და მეც დარწმუნებული ვარ, გავხდები მოდელი. ისედაც ლამაზი ვარ, მაგრამ გაპრანჭაც მიხდება. ხშირად ვიპრანჭები დედიკოსთან ერთად. მე ყველაზე მეტად მიყვარს მამიდაშვილთან სტუმრობა. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა. გიზდები ისეთი მასწავლებელი ყავს, დედიკოსებიც მასწავლებელი ყავს, როგორც დედიკო ისე მიყვარს, ძალიან მხიარულია. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ანასტასია. ყველაზე ჭკვიანი ემილია გაცენაძე. ყველაზე ბედნიერია ლილე. მე ყველაზე მშვიდი, მორცხვი და ნიჭიერი. ჩემი საყვარელი საგანია ხელოვნება. საყვარელი მასწავლებელია თამრიკო ტრაპაიძე. იმიტომ რომ ძალიან მხიარულია, ძალიან საყვარელი, თბილი, სულ მეხუტება, ძალიან მიყვარს. ჩემი აზრით თამრიკო მასწავლებელი ყველაზე ძალიან მე მიყვარს. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ექიმი. ბავშვობაში მინდა გამოსულიყავი გოგო სპაიდერმენი. ახლა მინდა რომ ვიყო 25 წლის, იმიტომ რომ ჩემთვის ექსელსაკი ძალიან კარგი ასაკია, უკვე ჩემ თვითონ შეიძლება საზღვარგარეთ ან სადმე წახვიდე, მანქანა შეიძინო, სახლიც იყიდო და შეიძლება ოჯახი შექმნაც კიდეც. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა, ჩემი დადა, ძაღლი. კიდევ მინდა მყავდეს ერთი ძმა. სხვათაშორის ეს დედიკოს სულიც არის. ჩემი და არის 4 წლის და ქვია ვიკა. ის არის ძალიან ცელქი, ნიჭიერი და ცოტა ნერვების მომშლელი. ანუ მე როცა რაღაცას ვიღებ ძალიან კარგია, საინტერესოა, ეს მერე მოდის მართმევს. არა ეს ჩემიაო, მერე იტყუება ეს ჩემიაო და იტყუება და ეგრე ნერვებს ვიშლის. სხვათაშორის ვიკა აქ მელოდება და თუ გინდა გაგაცნობთ. აი ეს არის ჩემი ლამაზი დაიგო. რამდენ ხანში დამთავრდება, კიდე გაგრძელება მინდა. არა, არ დავღრიელ ვარ. მამიკოა ძალიან სიმპათიური, სერიოზული და ბავშვების მოყვარული. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, ცოტა მკაცრი და საყვარელი და ბავშვების მოყვარული. ძალიან მიყვარს დედიკოს შემწვარი კარტოფილი. მეც ვიცი საჭმელების გაკეთება. თუ გიდათ დაგპატიჟებთ, უგემრიელას ყიყლიყოებზე. ძალიან მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ჩალი და შოკოლადის ქარხანა. საყვარელი მულტფილმია
რაპუნცელი. ბავშვობაში მინდოდა რომ გამოსულიყავი კიდევ რაპუნცელი. პირველად რომ შევიჭერით მაი ესე, მე ძალიან მომიხდა, მეც მომეწონა და ამიტომაც გადავიფიქრე რაპუნცელობა. მე ასევე მიყვარს მუსიკა და სიმღერა. უკვე 2 წელია დავდივარ სტუდიან გნოლში. უკვე ფანძურზე ვუკრავ და მღერი. ჩემი საყვარელი სიმღერა დაუგარით. წავიმღერო? დაუგარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს, გაისარჯოს და ბრძოლებში გაიხარჯოს, გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას, საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს, გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას, საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს. უკვე 6 ჯერ გქონდა კონცერტი. სამწუხაროდ ჩემი მოსაწონი ჯერ არც ერთი არ იყო. მალე მექნება და დიდი სიამოვნებით დაგპატიჟებთ. დადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი ბილიონერი. ბევრი ფული რომ მექნება, ვიყიდი ძალიან მაგარ სახლს. სოფელში. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი დუბაიში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ნიტა რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე ნიტა დამარქვა მამამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ნიტა რომ არ მერქვას, ალბათ მერქმეოდა ნიცა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარი ლამაზი თეთრი კურდღელი. ბედნიერება არის, როცა ფინანსურად არ გიჭრის და შენი მეგობრები და შენი ოჯახი არიან სულ ცოცხლები. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.